ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, შეიძლება ძალიან ბანალური იყოს ეს კითხვა, მაგრამ პუტინი ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის ამით მსოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემა მოდის სწორედ აი ამ ერთი ადამიანისგან და სიტყვაზე, თუ არ იქნება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. შეიძლება თუ არა რუსული პოლიტიკა და დამოკიდებულება როგორც მსოფლიო არენაზე, ასევე საქართველოს მიმართ. აი ძალიან კარგი შეკითხვა არის და სხვა თუ ძალიან ბევრი მიფიქრია მაგას. მე მინდა გითხრათ ერთი რამ. იქიდან გამომდინარე, თქვენ მონამორჩილს ხომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეხება ვთქვათ რუსეთთან და არა მარტო რუსეთთან, მე მინდა ერთი რამე გითხრათ. ის სისტემა, რომელიც შექმნა პუტინმა, ის არის მასზეაც ყოფილი. ეს არის ასე ვთქვათ მსგავსი სისტემა, ისეთი რომელიც ვთქვათ მინი მოდელი, კვაზი მოდელი, რასაც აკეთებს ივანიშვილი საქართველოში და ის არის ერთ ადამიანზე, ასე ვთქვათ, და აი კორუფციაზე, კლანებზე დაფუძნებული სისტემა. საერთოდ სოფლიო ისტორიაში ესე არის რა. ესეთი ტიპის დიქტატურები ვთქვათ, ხო და ესეთი ტიპის სისტემები, მას მერე რაც ის ადამიანი ვთქვათ, გადის თამაში და ან წება, ან კლავენ, ან გადის, ხო, ბუნებრივი ან ძალადობრივი სიკვდილით ან სხვა რაღაცა ფაქტორების გამო ეს სისტემა იშლება. გამორიცხულია პუტინის ადგილზე მოსული ადამიანი, როგორი შოვინისტის და როგორი პათოლოგიც არ უნდა იყოს, რომ მან სწრაფად შეძლოს ხელისუფლების კონსოლიდაცია. ეს გამორიცხულია. ხო, აი მანქანა მაინც გამორიცხულია. 10 წელი მაინც დაჭირდება იმისთვის, რომ აი ეს შეკრას თავიდან. ეს არის, ვთქვათ, როგორც 2-2-4. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პუტინის შეცვლა მენტალობას არ შეცვლის რუსების, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ რუსეთი მომავალში ვეღარ შეძლებს უკვე ვთქვათ იმის გაკეთებას, რაც ცადა ვთქვათ აი 2022-2008 წლიდან და უფრო ადრეც კიდე 90-იან წლებიდანაც. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ვთქვათ რეალური. თუმცა უკვე მე ვფიქრობ, რომ მსოფლიომ და განსაკუთრებით თავისუფალმა სამყარომ გააკეთა შესაბამისი დასკვნები, სისხლით, ჭმუნვით, რაღაც განცდებით გააკეთეს ვთქვათ დასკვნები, რომ რუსეთის ვთქვათ ზედმეტად ვთქვათ გაძლიერება და რუსეთის ვთქვათ ევროპეიზაცია ფაქტობრივად კრახით. კი, რაღაცებს დაერქვა უკვე თავისი სახელი და ვფიქრობ, რომ ის პროტოკოლი, რომელზეც ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობდით ხოლმე, რაღაცნაირად იცვლება და უფრო ჩქარა თუ შეიცვლება და უფრო მკვეთრი იქნება რუსეთის მიმართ, ძალიან კარგი იქნება.